მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ციკასის დათესვის ნაწილი 2. ხო და ეხლა დავიწყოთ თმა შევიკრათ და მოვემზადოთ როგორც ნიადაგის, ასე ქოთნის მოსამზადებლად, სადაც დავთესავთ. მოკლედ ვიდეო რო დავდებ გუშინ წინ, ძალიან კარგი რჩევები მივიღე. მაიანი ქაბაძე მომცა რამდენიმე რჩევა და დარწმუნებული რომ სწორად მირჩევს, ამიტომ ახლა რაღაცებს გამომგზავნის მეთოდით, რაღაცებს მაიას მეთოდით და რაღაცებს ინტერნეტიდან ერთმანეთში შევურევთ და დავთესავთ. კაცმა არის ის რა გამოვა. გუშინ მე თქვენს გარეშე დავთესე ერთი კალათა. ასეთი კალათა ავიღე. გარედან შემოვაკრე კარი საკვები პარკი, გაჩვენებთ მაგ პროცესსაც და ასე ზედაპირულად დავალაგე უკვე დანამულ მიწას და შემდეგ კიდევ მოვურწყე. ამ საკვები პარკზე ალაპარაკი და დავიწყოთ ახლა კალათის მომზადება. რა თქმა უნდა, ძირზეც უნდა გაუკეთოთ პარკი და მე ამ ძირს დავუხრიტავთ. ალბათ უკვე მივხვდით რისთვისაც უკეთებ, რადგან აქ ძალიან დიდი ნახრეტები და მიწა რომ არ გამოვიდეს, მაგის გამო ასევე ძირზე გაუკეთებ ახლა ამ პარკს და მე დავუხრიტავ. ესეც ასე. ეხლა ჩავყაროთ მიწა. მიწა უკვე მომზადებული მაქვს. აქ არის ტორფი და პერლიტი. როგორც მითხრეს, ძალიან მსუბუქი ნიადაგი უნდა რომ აღმოცენდეს და დავიწყეთ ახლა კალათის შევსება. ასე შევავს ახლა ნიადაგი, ცოტა მაღაზიაა ტელეფონიდან წავალ შტატის მოვიტან და მოვალ. იმედია ჩანს. ახლა უნდა მოვწყათ კარგად, რომ ჩვენი ყურკები ადვილად მოთავსდეს ნიადაგში. ახლა ველოდებით რომ ჩავა ეს წყალი. მოკლედ ჩაიწოვა წყალი. ეხლა გადავიდეთ დათესვის პროცესზე, მაგრამ პირველ რიგში კიდევ გავიმეორე პირველ ნაწილში კი ვთქვი, მაგრამ ვინმეს რო გამოჩეს და პირველ ნაწილი არ ქონდეს დანახი, მე ამ ყველაფერს ვაკეთებ პირველად. მასწავლა ვინც მაჩუქა ეს თესლი მან, კიდევ გოგოებიდან მიხვანე კომენტარებიდან მიწერეს როგორ უნდა გამეკეთებინა და Google-ში და ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ერთი სიტყვით. ამას შემოვაცალე კანი, იმ დროს გითხარით რომ მე რამის კარგად გავაპრიალებ ხო და აი ამ დროს ახლა ასე გამოიყურება დასათესად გამზადებული მასალა და ვიწყებ თესვას. ეხლა როგორც მითხრეს, უნდა მოვათავსო დაახლოებით 1-2 სანტიმეტრი მიწაში და დანარჩენი უნდა იყოს მაღლა. არც თავით, არც ასე გვერდულად უნდა დავაწვინო. როგორ განახოთ კარგად, კაი ცალი ხელით ვიზამ. ესე მსუბუქად ჩააჭერთ ხელს, რომ ნახევრად ჩავიდეს მიწაში. და ცოტა დაშორებას უკეთებ, რადგან ცოტა წინიდან მაქვს ასე ღერო და ერთმანეთს რო ხელი არ შეუშალო. ცოტა დაშორებას ვაკეთებ. გუშინ რომ დავთესე, ამნაირ კალათში წავიდა 51 ცალი ესეთი თესლი. აი ასე. აი ასე. მოვათავსეთ ახლა თესლი და ისევ მოვწყავთ. რაც შეეხება მორწყვას, თვითონვე მიგვახვედრებს, როდის უნდა მოვწყათ, როდის არის საჭირო და როდის დაჭირდება მიწა, არ უნდა გამოუშრესო და არც ძალიან ბევრი წყალი არ უნდა მოგივიდეთ, რომ არ დალპეს, ასევე არ უნდა გამოგიშრეთ. მე მგონი სულ ეს იყო 6 თვეში უნდა მივიღოთ უკვე პირველი ღერო და მაგასაც 6 თვის მერე რა თქმა უნდა გაგიზიარებთ. თუ რაიმე გამომრჩა მკითხეთ, რაც მეცოდინება გასწავლით, თუ და სხვა გოგოებიც დაგვეხმარებიან. ხო და იშვიათად გთხოვთ ხოლმე რაღაცას ან გამიზიარეთ პოსტ თუ ჩემს ასე ხება, იშვიათად რომ გაზიარება გთხოვთ, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როცა მინდა რომ გაზაფხულამდე ავიდეთ 10000 გამომწერზე და თუ სურვილი გექნება და თვლით რომ საინტერესოა ჩემი ვიდეო, გთხოვთ რომ გააზიაროთ თქვენს გვერდზე და ძალიან გამიხარდება თუ ბევრი ყვავილის მოყვარული მოყოლება. მეგობრების რაოდენობა სამწუხაროდ ამომეწურა და 5000 უკვე შესრულდა, ამიტომ უნდა გამოიწეროთ ჩემი გვერდი. ნახვამდის და მადლობა.